Armand Tsarukyan-i კაბენს ილია თოფურიას და ამას ისე უნიჭოთ აკეთებს, რომ კარგავს თავისივე ფანატებს. დღეს Tsarukyan-ის ინტერვიუს მოვისმენთ, სადაც ის წითელ ხაზებს ცდება და დიდი ალბათობით ამის გამო ის დაისჯება. Სინამდვილეში, როგორც მე ვფიქრობ, თვითონ UFC-ის ორგანიზაცია ილია თოფურიას უმზადებს შემდეგ მეტოქეს Armand Tsarukyan-ის სახით, რადგან ისლამ მახაჩევი ამ წელწადში ცოცხალი თავით არ შეხვდება ილიას. Რომ დავფიქრდეთ ილიას და ისლამის დაპირისპირებაზე მაგარი ბრძოლა UFC-ის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა. Ამაზე ალბათ სულ ყველა ვთანხმდებით, მაგრამ უფრო სერიოზული და საინტერესო მათი შეტაკება იქნება 2027 წელს, როდესაც ილია ორჯერ დაიცავს თავის გამარს. ჯერ დაამარცხებს Justin Gage-ის და შემდეგ დაამარცხებს დივიზიონის პირველ ნომერს Armand Tsarukyan-ს. ზუსტად ეგრე მოიქცევა ისლამ მახაჩევი. მაგალითად, ეხლა ზაფხულში ის დაამარცხებს, ვთქვათ, Moraes და მერე წლის ბოლოს დაამარცხებს Ian Machado Guerreiro-ს. ამ ერთი წლის ცვლილობის დროს pound for pound-ის რეიტინგი იქნება ხან ერთის მხარეს, ხან მეორეს. მაგალითად, ეხლა ისლამ მახაჩევი არის pound for pound-ის რეიტინგში პირველი ნომერი, მაგრამ იმის მერე რაც ილია Gage-ის დაამარცხებს, რა თქმა უნდა, პირველი ნომერი ის გახდება. მერე ზაფხულში ისევ ისლამი მოიგებს, ისევ ის გახდება პირველი ნომერი, მერე წლის ბოლოს ილია და ასე შემდეგ. ხო და ერთ წელწადში ილიას და ისლამის დაპირისპირება გახდება ორგანიზაციის მთავარი მისია, რადგან ამ ორთა ბრძოლით თვითონ UFC იშოვის მილიარდობით დოლარს. ილია თოფურია მზად არის ამ ყველაფრისთვის და რა თქმა უნდა მზად იქნება ისლამ მახაჩევიც, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფულს შესთავაზებენ და უარის თქმა იქნება სიბრიყვე. კი, რა თქმა უნდა არსებობს იმის შანსი, რომ ეს ბრძოლა არ შედგეს და ეს შანსი მხოლოდ ერთ შემთხვევაში არსებობს, თუ ისლამ მახაჩევმა ბრძოლაზე უარი თქვა და დაასრულა კარიერა. მაგრამ ისლამ მახაჩევს ეს არ აწყობს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ადამიანებს და ამ სპორტის ფანატებს ის არ ემახსოვრებათ როგორც ადამიანი, რომელმაც Anderson Silva-ს რეკორდი მოხსნა. ის ემახსოვრება ადამიანებს იმით, რომ ის ამ ბოლო პერიოდში სულ გაურბოდა ილია თოფურიას და მისი შიშით საერთოდ კარიერა დაასრულა და UFC-დან გაიქცა. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ 2027 წელს ეს მებრძოლები აუცილებლად შეხვდებიან და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. რაც შეეხება Armand თოფურიასთვის ის არის მორიგი საფეხური დიდებისკენ და აუცილებლად ილია ამ საფეხურს გაივლის. უბრალოდ Armand-ს მინდა შევახსენო, რომ თოფურია თავის სიტყვას სულ ყოველთვის ასრულებს და თუ თქვა, რომ შენ მოგლიჯავს ყბას, ესე იგი ესე მოხდება. რადგან მაგალითად რომ გავიხსენოთ Volkanovskis-თან ბრძოლას, ზუსტად ესე იძახდა ილია თოფურია, მაგრამ მაშინ სერიოზულად მას არავინ აღვიქვავდა. შენ ნახავ კვირას რაც მოგივა, მე შენ დაგაწყნარებ და გაჩვენებ დონეს. შენი სხეულით ოქტაგონს გავწმინდავ, მოგლიჯავ თავს და დაგანოკაუტებ. ამ კამარს ხო ხედავ, ის შენ საკუთრებაში აღარ იქნება. მე წავიღებ სახში. უფლისნებით კვირას თავს მოგლიჯავ და გავიმარჯვებ. ილია სამ სიტყვების მერე ყველა აკრიტიკებდა, რადგან Volkanovskis თავის დივიზიონში არასდროს არ წაუგია ნოკაუტით კი არა, საერთოდ არასდროს არ წაუგია, მაგრამ რა გააკეთა ილიამ შეასრულა თავისი სიტყვა. One shot. That's what unbelievable. Volkanovskis შემდეგ ილია თამამი გამონათქვამებით მაშინაც გამოირჩეოდა, როდესაც ის შეხვდა Max Holloway-ს. მაგ პერიოდში Max Holloway მართლა არავის არ ეგონა, რომ Max-ი ოდესმე ნოკაუტში ჩავარდებოდა. იმიტომ რომ არასდროს არ წაუგია ნოკაუტით Max, მაგრამ ილია იძახდა, რომ მე მას ჩვეულებრივათო გავთიშავო და მაშინაც ილიას ყველა აკრიტიკებდა და იძახდა, რომ ის ძალიან თამამიაო. ილია, შენ თქვი, რომ პირველი ადამიანი გახდები, რომელმაც Holloway დაანოკაუტა. ამის გაკეთება ვერ შეძლო ვერც Conor-მა, ვერც Dustin Poirier-მ და ვერც Volkanovski-მ. რატო ხარ დარწმუნებული, რომ შენ ამას შეძლებ? მათ არავის ქონიათ ჩემნაირი მძიმე დარტყმა, არავის ქონიათ ჩემნაირი უნარები. ნუ ყვირი ხართ, დაწყნარდით. Volk-თან ბრძოლის წინ იგივე სიძახდით და ზუსტად ასე ენერგიულად განიცდიდით. ეს ენერგია ეხლაც გაქვთ, მაგრამ მალე ჩემზე აზრს შეიცვლით. დაიმახსოვრეთ, მე ვიქნები პირველი, ვინც Max გათიშავს. აქაც ფანები მას პრესკონფერენციაზე უშტვენდნენ და აკრიტიკებდნენ, მაგრამ ილიამ რა გააკეთა, თავისი სიტყვა შეასრულა. I believe he's the best athlete.
lead in this division. და რა მოხდა ჩარლზ ოლივერასთან ბრძოლაში? ილია თოფურიამ ზუსტად უთხრა, როდის დაანოკაუტებს ის ბრაზილიელს. თუ შენ ოლივერას დაამარცხებ გახდები ორმაგი ჩემპიონი, თან ამას შენ 9 ბრძოლაში მოახერხებ, რას ნიშნავს ასეთი მიღწევა? ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლიოში საუკეთესო ვარ. მე მას აუცილებლად პირველივე რაუნდში გავთიშავ. ეხლა ფანები კი ყვირიან, მაგრამ ყველა მიცის რითიც დასრულდება ეს ამბავი. კი, ამ სიტყვების მერეც პრესკონფერენციაზე ფანები უშტვენდნენ და არ ჯეროდათ, მაგრამ ილიამ რა გააკეთა? თავისი სიტყვების შეასრულა ზუსტად ერთ რაუნდში დაანოკაუტა და დააძინა ბრაზილიელი. Well, he's already busted up. Oh! Out cold. A man of his Oh word. my goodness. And He now called the it. new He UFC called it. lightweight champion Ilya. ხო და ეხლა უკვე ილიას სიტყვებს ყველა აკვირდება. თუ მან თქვა, რომ ჯასტინ გეიჯის გავთიშაო, ესე იგი ესე მოხდება. თუ მან თქვა, რომ არმან სარუკიანს ყბას მოუგლიჯაო, ესაც ესე მოხდება, იყავით დარწმუნებული, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მან ისლამზე თქვა დავასაბმითებო და პირადად მე მჯერო, რომ ილია თოფურია თავის სიტყვას შეასრულებს. ეხლა კი არმანის სამარცხვინო ინტერვიუს მოусმინოთ, იქამდე კი შეგახსენოთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორია კომპანია გლობალი, რომელმაც მომცა საშუალება იმისათვის, რომ თქვენ მოგაწოდოთ სულ დროულად მასალა. ასევე არ დაგვავიწყდეს ბურგერ პარადაისი, საქართველოში ყველაზე გემრიელი ბურგერი, რომელსაც დღესდღეობით 35%-იანი ფასდაკლება აქვს, ნებისმიერ გამოძახების სერვისში ეს ბურგერი არსებობს, მისი ყიდვით ჩათვალეთ, რომ თქვენ ჩემი არხის განვითარებას უწყობთ ხელს. არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ ორშაბათს ჩემთან შოუში ილია თოფურია იყო. მინდა მისი რამოდენიმე ვიდეო გაჩვენო და შენი პასუხი მოვისმინო ამ ყველაფერზე. მე მას ბევრზე ვკითხე, მაგრამ მომეჩვენა თითქოს შენზე უფრო აზარტით და ემოციებით საუბრობს, ვიდრე პედიზე, კონორზე ან ისლამზე. იცი რა, ეჭვიანობს. ეჭვიანობს? უნდა შემისრულოს, თითქოს არავინ ვარ. UFC-მ ჩემთან ჩხუბი რო შესთავაზოს, ხო? უარს იტყვის. ვითომ უნდა მთელ სოფლიოს დააჯეროს, თითქოს მისი კალიბრი არა ვარ, გაიგე? ეს ეძახის ოლივერა კარგი მებრძოლიაო, გეიჯი კარგიაო, მაგრამ ჩემზე არაფერი თქვა. სმიშნო რა. კაი, მოდი პირველი ვიდეო ვნახოთ. შენი ბოლო ბრძოლის შემდეგ სარუკიანმა ბევრი იმუშავა საკუთარი თავის პოპულარიზაციაზე, იქ სოციალური ქსელები, აქ ჭიდაობის ტურნირები. თუ მოახდინა მისმა აქტიურობამ შენზე შთაბეჭდილება. ახლა ის ნამდვილი ვარსკვლავია, რა თქვენს ბრძოლას უფრო მასშტაბურს ხდის. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება იმან მოახდინა თუ რა დებილია ის. ხო, მითხარი რატო? ის არის არც კი ვიცი, ბავშვით იქცევა, პრინციპში ბავშვია. მისი მენტალიტეტი ისეთივე სულელია, როგორც აი არ ვიცი, რას შევადარო, რასაც ის ინტერნეტში აკეთებს, ცოტა სამარცხვინოა. კონკრეტულად რა, რატომ ფიქრობ ასე? არ ვიცი, არმანია რა, ვისედრება, მე ნამდვილად არა. არ ფიქრობ, რომ თქვენი შეხვედრა უფრო რეალური გახდა. არ მომწონს, როცა მდიდარ ბიჭებს თამაშობენ და აფრიალებენ ფულს. მას დიდი ფულიც კი არ აქვს. ის იმდენად ღარიბია, რომ ერთადერთი რაც აქვს, ეს არის ფული. და ისიც მამამისის არის. ხო ხვდები რაზეც საუბრო? რა სიტყვი ამაზე? იქ საიდანაც ვარ, თუ ვინმეს რამეს ბაზრობ, უნდა დაასაბუთო, ბრა. შეკითხვა დაუსი და პასუხი არ აქვს. აი რანაირად ვარ ტუპოი და დებილი, თვითონაა ეგეთი რა. ეგ ვაფშე ვერ ხვდება რიებს ბაზრობს. მოდი კიდევ ერთ ვიდეოს გაჩვენებ. ის არ არის ჩემ დონეზე, თუ შევხვდებით პირველივე რაუნდში მოგვლიჯავ ყბას. რას იზავს პარტიაში გადამიყვანს? ჯობია დამშვიდეს და თავისი საქმე აკეთოს, იაროს ჭიდაობის ტურნირებზე, აკეთოს სტრიმები და როცა მოვა დრო, უბრალოდ დათქმულ ადგილზე გამოცხადდეს. დანარჩენს კი მე მივხედავ, პატარა თხუნელა. აბა რა სიტყვი? წარმატებები რა, ჩხუბამდე მივიდე საქმე და ვაჩვენებე მაგას პარტნერს, ნებისმიერს დავაგდებ რა. რა ის ყბას მომგლიჯავს, ლიჟბი ჩხუბზე დამტანხდეს. რატო გამერბი ხარ იხვო? თუ დარწმუნებული ხარ პირველივე რაუნდში რომ დამამარცხებ თუ დამანოკაუტებ, მიდი აბა კონტრაქტს პატპისკა გაუკეთე. თუ შენთვის ადვილი ჩხუბი ვარ, სხვა წონაში რატო ითესები დარჩი და აკვიტაკაოთ. ორივეს დიდ პატივს გცემთ და ეხლა თქვენი ბრძოლა ყველაზე მაგრად მაინტერესებს. თოფურიას რეაქციის მერე შენთან შეხვედრა უფრო საინტერესო გახდა ვიდრე ისლამთან. ჩემი აზრით ეს UFC-ში ყველაზე დიდი ჩხუბი იქნება. მაგას მოშნათ ვეზიზღები, იმიტომ რომ სულ მასზე ვღადაობ. იცი მთელი ინტერნეტი მასზე кайფობს. შენ ინტერვიუს მერე ხო ვაფშე ყველა წელს რა დებილიაო. როგორ ფიქრობ, ჯასტინ გეიჯის თუ მოუგებს, დაგთანხმდება ჩხუბზე? არა, გაიქცევა წონიდან. ეგ ზუსტად იცი თუ გრძნობ?
Чувствую, брат. UFC-საც მგონი უნდა რომ ავიდეს ისლამთან დიდი ჩხუბის გამო. მე მკვიდრეობისთვის ჩალიჩობს რა თუ ისლამს მოუგებს სამი კამარი кайფონტია რა. მაგრამ ტრეშ-ტოკის მხრივ ჩვენი ბრძოლა вообще бомба იქნება ვიდრე ისლამთან ტაკი. Короче, მგონია ვაკანტურ კამარზე ვიჩხუბებ 99.9% დარწმუნებული ვარ. წარმოგიდგენია თქვენი ჩხუბი ნოემბერში Madison Square Garden-ში. Пиздец იქნება, брат, ზემოთ თუ ავა პრობლემა არ არის. იქ ისლამი ბესპაშადნად ტრაქზე გახევს, მერე ჩამოვა, აქ მე გავხევ ტრაქზე და ბოლოს UFC მას პროსტა გააგდებს ორგანიზაციიდან. ანუ ისლამთან შანსი არ აქვს. რა შანსი, ბიჭო, ისლამს დავასაბმიტებო ტიპი იძახის. ისლამს ხაბიბიც კი ვერ დავასაბმიტებს, თო. კიდევ ერთი ვიდეო მაქვს ილიას კითხე იმ შეხლა შემოხლაზე, რომელიც ლას-ვეგასში ჰქონდათ. აი მისი ვერსია იმისა, რაც თქვენ შორის მოხდა. მისი ბოლო ბრძოლის შემდეგ შენ დაწერე. არმან ყოველთვის როცა პირისპირ ხვდებით, შეშინებული იხვივით, შეშდები და არ იცი რა ქნა. როგორც მომინდება, ისე გაგსრეს. ვისაც UFC მომცემს, იმას ვეჭხუბები და გახსოვდეს, სილა გაგაწარინ და შენ უბრალოდ იცინოდი. მოგვიყევი ამ შეხვედრაზე. ის ვიდეო რო დადე, რა დაინახე მასში, როცა ერთმანეთს შეხვდით. იმ ვიდეომდე ერთი დღით ადრე არმანმა ჩემზე დაწერა, რომ შეგხვდებიო, ამას გიზავ და იმას გიზავ. ხო იცი, ინტერნეტში ყველა განგსტერი ხდება, მაგრამ როდესაც ჩვენი გზები იკვეთება, ხვდებიან და მეუბნებიან. როგორ ხარ? ყველაფერი კარგად გაქვს? იღიმიან და იქცევიან როგორც ჩვეულებრივი თავმდაბალი ადამიანები, მაგრამ Twitter-ში ყველა განგსტერია. იწერებიან, მოდი ქუჩაში მოვაგვაროთ და ასე შემდეგ. ძმაო, მე პროფესიონალი ათლეტი ვარ, არ ვარ განგსტერი და ქუჩის მებრძოლი, ხო ხდები? ანუ ფიქრობ ეს ყველაფერი მხოლოდ საჩვენებლად არის? არ ვიცი საჩვენებლად აკეთებენ თუ არა, მგონია რომ უბრალოდ ძალიან სულელები არიან. ანუ ის ამბობს თითქოს Twitter-ზე წერ რომ რაღაცას ვუზავ? ეგეთი რამე вообще არ დამიწერია, ბრატ. ან რა ის სილა გამარტყა, იმენა აფერისტია, რა вообще ყველაფერს იტყუება. მე ვარ Twitter-ის განგსტერი, ბიჭო? არა, ბრატ, მე მუჟიკი ვარ, ის კი არა. ილია ტრაქსი პარსავს, ბრატ, ხელებსაც და ფეხებსაც იპარსავს. მე კაცი ვარ და არ ვიპარსავ вообще ნიჩივოს. საიდან იცი ამას რომ აკეთებს? ვიდეოებს შეხედე, ფეხებზე ბალანი არ აქვს, გონია ტრაქზე იქნება? ამაზე მართლა არ მიფიქრია. ეგ მაიამის ნაცვლად საქართველოში უნდა ჩავიდეს, მაიამი მაგაზე ცუდად მოქმედებს, ბრატ. ცოტა საქართველოში კაცებთან უნდა იტრიალოს, იქაური მუსიკები სხვა დონეა. შენი და მერაბის დაძაბულობის მიზეზი ილიასთან მეგობრობა? არა, მერაბთან ხოშიანად ვარ, თან ტრაქს არ იპარსავს. რა იცი? მერაბას ხელებზე და ფეხებზე ბალანი აქვს. ესე იგი ვინც იპარსავს? საიდანაც ჩვენ ვართ, გრეხია, საქართველოს და სომხეთს ეხება რა. მოკლედ, არც კი ვიცი რა ვთქვა, რა თმებზე საუბრობს, რა გაპარსვაზე საუბრობს. ერთი პერიოდი მახსოვს არმანი იძახდა, რომ მე უფრო მეტი გულშემატკივარი მყავსო საქართველოშიო, ვიდრეო ილიასო. ხო და მოდით მეგობრებო, კომენტარებში გამოვრჩდეთ და ვაჩვენოთ არმან ცარუკიანს, რამდენი ვართ და რამდენის გვიჯერა, რომ ილია თოფურია გახდება 3 დივიზიონის ჩემპიონი და ასევე ამ გზაზე გადაუვლის ზუსტად რომ არმან ცარუკიანს. მომავალ შეხვედრამდე.